გაეროში შეკრებილები ყველაზე მეტად მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტის გამოსვლას ელოდნენ. მოულოდნელობებით სავსე დონალდ ტრამპისგან სურდათ მოესმინათ პასუხები მსოფლიო პოლიტიკის საკვანძო საკითხებზე. ასეთი კი ბევრია. ახლო აღმოსავლეთი, უკრაინა, ურთიერთობები რუსეთთან, ჩინეთთან, თავდაცვა ტარიფები, თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მრავალი სხვა. დონალდ ტრამპმა კი აქცენტი თავიდანვე გააკეთა მისთვის საყვარელ თემებზე. ამერიკული ეკონომიკის ოქროს ხანა, ყოფილი პრეზიდენტის სისუსტეები, გლობალური საემიგრაციო დღის წესრიგის მანკიერებები და დასრულებული ომები. არ დაუკლია კრიტიკა არც გაეროს, არც ევროკავშირის და არც იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც მისი ნების საწინააღმდეგოდ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება გადაწყვიტეს. 6 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აქ ბოლოს ვიდექი. მას შემდეგ ომმა გადაფარა მშვიდობა მსოფლიოს ორ კონტინენტზე. აქამდე მიგვიყვანა ამერიკის შეერთებული შტატების ბოლო ადმინისტრაციის სისუსტემ. ჩემი ადმინისტრაციის მოსვლიდან 9 თვის შემდეგ ჩვენ კვლავ უცხელეს ქვეყნად ვიქეცით. უძლიერესი ეკონომიკით, საზღვრებით, არმიით, სულით. ეს არის ოქროს ხანა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. მსოფლიოს სცენაზე ამერიკას კვლავ სცემენ პატივს, ისე როგორც არასდროს. ნატომ ჩემი მოთხოვნით თავდაცვისთვის მუშუპი 2-დან 9%-მდე გაზარდა. გავაძლიერე ურთიერთობები ახლო აღმოსავლელ პარტნიორებთან. მოლაპარაკებები ვაწარმოე სავაჭრო საკითხებში. 7 თვეში დავასრულე 7 დაუსრულებელი ომი. ზოგიერთი მათგანი რამდენიმე 10 წლეულიც კი მიმდინარეობდა. ცუდია, რომ მე მიწევს ამის კეთება და არა გაეროს. გაეროს არც კი უცდია ჩემი დახმარება. ერთხელაც არ მიმიღია გაეროდან ზარი მოლაპარაკებების ფინალიზების პროცესშიც კი. ის რაც გაეროსგან მივიღე, ცუდი სუფლიორი და ცუდი ესკალატორია. რა დანიშნულება აქვს გაეროს? მას დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ ამ პოტენციალს ვერც კი უახლოვდება. წარიელი სიტყვები არ ასრულებს ომებს. ომებს ასრულებს ქმედება. მე მოვედი, რომ ამერიკის ლიდერებისა და მეგობრობის ხელი გამოგიწოდოთ, რათა უფრო უსაფრთხო და კეთილდღეობით სავსე მსოფლიო ავაშენოთ. უკეთესი მომავლისთვის წარსულის მარცხიანი მიდგომები გვერდით უნდა გადავდოთ და რისკებს გავუსწოროთ თვალი. ასეთია გამანადგურებელი იარაღი, რომელიც ირანში გავანეიტრალეთ. ამასთან უარს ამბობს მშვიდობაზე ჰამასიც. ზოგიერთი ქვეყანა კი ამ დროს აღიარებს პალესტინის სახელმწიფოებრიობას. ეს კი დიდი ჯილდოა იმ საშინელების გამო, რომელიც 7 ოქტომბერს ვნახეთ. ვისაც მშვიდობა სურს, ერთი გზავნელი უნდა ჰქონდეს. გაათავისუფლეთ ტყვეები ახლა. უნდა დავასრულოთ ღაზაში ომი. ეს უნდა დავასრულოთ. ვმუშაობ უკრაინაში ომის დასრულებაზეც, რაც ძალიან მარტივი მეგონა იმ კარგი ურთიერთობის გამო, რაც პუტინთან ჰქონდა, მაგრამ ომში ბევრი სიურპრიზია. მაგალითად, რუსეთისგან ელოდნენ, რომ ომს 3 დღეში დაასრულებდა. ომი კი 3 წელიწად ნახევარია გრძელდება. ომი გრძელდება და ათასობით ჯარისკაცი იღუპება. ეს ომი არ უნდა მომხდარიყო. ესაა ის, რაც ცუდ ლიდერობას მოაქვს. ყველაფერთან ერთად ევროპის ქვეყნები აფინანსებენ ომს მათსავე წინააღმდეგ. ყიდულობენ რუსეთისგან გაზსა და ნავთობს. ეს სამარცხვინოა. ჩვენ ამას განვიხილავთ ევროპელებთან, ვიცი რომ არ მოგწონთ რასაც ვამბობ, მაგრამ ეს ასეა. ამასთან ვიტყოდი, რომ თუ რუსეთი არ არის მზად შეთანხმებისთვის, ჩვენ ვართ მზად დავუწესოთ მათ ტარიფები. ნიუ-იორკში ვოლოდიმირ ზელენსკიც ვიდრე ის გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნაზე ტრამპის ადგილს დაიკავებს, ამერიკელ კოლეგას პირადად შეხვდება. რუსეთის გაძლიერებული იერიშები უკრაინაზე მშვიდობის პერსპექტივა და ქვეყნის მომავალი განხილვის მთავარი თემა იქნება. ვიდრე საერთაშორისო საზოგადოებას კრემლის მავნე ქმედებების შესახებ თავად ომში მყოფი ქვეყნის ლიდერი მოუყვებოდეს, მანამდე საკუთარ თავზე აღმოსავლეთ ევროპელმა ლიდერებმა იკისრეს უშიშროების საბჭოზე. ეს იმიტომ, რომ რუსული აგრესია საკუთარ თავზეც იწვნიეს, როდესაც მათი საჰაერო სივრცე უხეშად დაირღვა. კრემლი კვლავ თავის მართლების რეჟიმშია. ჩვენი გამანადგურებლები ახორციელებდნენ გეგმიურ ფრენას საერთაშორისო წესების დაცვით. მათ ესტონეთის საჰაერო სივრცე არ გადაუკვეთავდა და ბალტიის ზღვის ნეიტრალურ წყლებში მოძრაობდნენ. ჩვენს მეზობრებს მოილანდათ, რომ რუსეთმა მათი სივრცე დაარღვიეს. რუსოფობიური ისტერიის გარდა მტკიცებულებები არ მოგვისმენია. 2025 წლის 19 სექტემბერს 3 შეიარაღებული რუსული გამანადგურებელი განზრახ შემოიჭრა ესტონეთის საჰაერო სივრცეში, რითაც დაარღვია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის პრინციპები. ისინი ჩვენს ცაში 12 წუთის განმავლობაში დარჩნენ. 10 კილომეტრამდე სიღრმეში შემოვიდნენ და ჩვენი სუვერენული ტერიტორიის ფარგლებში თითქმის 100 კილომეტრი დაფარეს. ეს არის უტყუარი ფაქტები, რომლებიც დაფუძნებულია მყარდმტკიცებულებებზე. სრულიად ნათელია. რუსეთი კვლავ იტყუება. ისე როგორც ადრე არაერთხელ უქნია ეს. ჩვენ გვახსოვს 2008 წელს საქართველოს ოკუპაცია, 2014 წელს ყირიმში შეჭრა და 2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ აგრესია. ამიტომ გთხოვთ, ისევ აღარ მოიტყუოთ. მყარი მტკიცებულებები გვაქვს.
ვიცით, რომ საერთოდ არ გადაგდებთ საერთაშორისო სამართალი და არ შეგიძლიათ მეზობლებთან მშვიდობიანი თანაცხოვრება. თქვენი რადიკალური ნაციონალიზმი მოიცავს ბატონობის დაუოკებელ წყურვილს, რომელიც არ ჩაცხრება, ვიდრე არ გაიაზრებთ, რომ იმპერიების ეპოქა დასრულდა და რომ თქვენი იმპერია არასდროს არ აღდგება. ღმერთმა დალოცოს უკრაინის შეერაღებული ძალების გმირები. მათი თითოეული დარტყმა უპილოტო საფრენი აპარატებით ამ დღესთან გვაახლოვებს. თქვენი სამდღიანი სპეცოპერაცია უკვე 10 წელია დონბასის დაპყრობასაც კი ვერ ახერხებს. რუსეთის ხელისუფლებასთან მხოლოდ ერთი მოწოდება მაქვს. ჩვენს საჰაერო სივრცეში ერთი რაკეტა ან თვითმფრინავის კი თუ შემოფრინდება, მიზანმიმართულად თუ შეცდომით, ხოლო მათი ნამსხვრევები ნატოს ტერიტორიაზე ჩამოვაგდება, გთხოვთ, აქ საწუწუნოდ ნუ მოხვალთ. თქვენ გაგაფრთხილეს. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ლიდერების მე-80-ე შეკრების ერთ-ერთი მთავარი თემა კი პალესტინაა, რომელმაც აღიარება 10-მდე ქვეყნისგან მიიღო. დიდ ბრიტანეთს, ავსტრალიას, კანადასა და პორტუგალიას ბელგია, ლუქსემბურგი, მალტა, სან-მარინო და საფრანგეთიც შეუერთდნენ. რითიც ნაწილობრივ სიმბოლურ, თუმცა პალესტინის მომავალი სახელმწიფოსთვის გადამწყვეტ პროცესს ჩაუდგნენ სათავეში. 7 ოქტომბრის ჰამასის ბარბაროსობამ და მათ ვინც ამ ხოცვა ჟილეტაში მიიღო მონაწილეობა, ისრაელი და მსოფლიო შოკში ჩააგდო. 7 ოქტომბერი არის ჭრილობა, რომელიც დღემდე სტივა ისრაელს. ჩვენ ვგმობთ მას ყოველგვარი დათქმის გარეშე, რადგან არასდროს არსად არაფერი არ ამართლებს ტერორიზმს. მსხვერპლები და მათი ოჯახები ჩვენს ფიქრებში არიან. უთანაგრძნობთ ისრაელს და უპირველეს ყოვლისა მოვითხოვთ, რომ ჰამასის მიერ ჯერ კიდევ დაკავებული ყველა მძევალი უპირობოდ გათავისუფლდეს. დროისთვის ისრაელი კიდევ უფრო აფართოებს სამხედრო ოპერაციებს ღაზაში, რომლის გამოცხადებული მიზანი ჰამასის განადგურებაა. თუმცა ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული, დაჭრილი, ტრამვირებული და შიმშილში მყოფი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მიუხედავად იმისა, რომ ჰამასი მნიშვნელოვნად დასუსტებულია და ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების მთავარ გზად კვლავ მძევლების გათავისუფლება რჩება. არაფერი ამართლებს ომის გაგრძელებას ღაზაში. პირიქით, ყველაფერი მოითხოვს, რომ ის საბოლოოდ დასრულდეს ახლავე, რომ ადამიანების სიცოცხლე გადავარჩინოთ. სწორედ ამიტომ ჩვენი ქვეყნის ისტორიული ერთგულების გამო ახლო აღმოსავლეთის მიმართ, ისრაელელებსა და პალესტინელებს შორის მშვიდობის მიმართ, ვაცხადებ, რომ დღეს საფრანგეთი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს. კანადას არ აქვს იმის ილუზია, რომ პალესტინის აღიარება პანაცეაა. ეს აღიარება ეფუძნება თვითგამორკვევის პრინციპებსა და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. ჩვენ ვაღიარებთ პალესტინას იმ ხელისუფლებით, რომელიც ისწრაფვის მშვიდობიანი თანაცხოვრებისკენ, ჰამასის გარეშე. ეს ნაბიჯი არ ახდენს ტერორიზმის ლეგიტიმაციას და არანაირად არ არღვევს კანადის მტკიცე მხარდაჭერას ისრაელის სახელმწიფოს, მისი მოსახლეობისა და მათი უსაფრთხოების მიმართ. უსაფრთხოება საბოლოოდ მხოლოდ ორი სახელმწიფოს პრინციპზეა დაფუძნებული. პალესტინის აღიარების საკითხს ფართოდ ყავს მომხრეები ისლამურ სამყაროში. ერთ-ერთი თურქეთია. რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა გადაწყვეტილება ისტორიულად შეაფასა და ხელიდან არ გაუშვა შესაძლებლობა ისრაელის სამხედრო მოქმედებები გაეკრიტიკებინა ღაზის ანკლავში. ისრაელის მეზობელი ქვეყნის აღიარების შესახებ ისტორიულ სიტყვას პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი სამშობლოდან უსმენდა, რადგან მისთვის შტატების ვიზა არ გაიცა, თუმცა გაიცა ნებართვა დისტანციური მიმართვისთვის. ჰამას არ ექნება როლი მთავრობაში, მათ უნდა დაყარონ ირაყი და მისცენ ის პალესტინის მთავრობას. ჩვენ გვსურს ერთი გაერთიანებული სახელმწიფო ირაყის გარეშე, ერთი კანონით, ერთი ლეგიტიმური უსაფრთხოებითი ძალით. ჩვენ ვგმობთ ოკუპაციასა და დანაშაულს, ისევე როგორც ვგმობთ 7 ოქტომბრის განხორციელებულ ქმედებას. ჩვენ გვსურს თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო. მადლობას ვუხდით ქვეყნებს აღიარებისთვის და მოვუწოდებთ სხვებს მიბაძონ მათ. მოგიწოდებთ მხარდაჭერისკენ, რათა პალესტინა გახდეს გაეროს სრულუფლებიანი წევრი. სურს ებრაელ ხალხს ახალი წელი მივულოცო. ჩვენს მოთმინებით სავსე პალესტინელებს კი ვუთხრა, რომ თავისუფლება გვიახლოვდება. ეჭვი არ არსებობს. ქვეყნების ჯგუფის, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოს წევრების გადაწყვეტილებას აღიარონ პალესტინის სახელმწიფო ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ვიმედოვნებ, რომ ის ქვეყნები, რომლებმაც სიმამაცე გამოიჩინეს და აღიარეს პალესტინის სახელმწიფო, ამ ისტორიულ პოზიციას გაამყარებენ გადამწყვეტი, კონკრეტული და შემაკავებელი ნაბიჯებით. ახლა აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადება, ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფა ღაზაში ყოველგვარი ბარიერის გარეშე და ისრაელის ძალების გასვლა ღაზადან.
tarihi duruşun arkasını doldurmalı. ეს ყველაფერი პოლიტიკური თეატრია ისრაელისთვის, რომელიც პალესტინური სახელმწიფოს არსებობას ხმამაღლა ეწინააღმდეგება. ეს იმიტომ, რომ ისრაელის მთავრობას ჰამასისა თუ სხვა ტერორისტული დაჯგუფებისგან დაცლილი პალესტინის სახელმწიფოს არ სჯერა. შესაბამისად, ომის მანამდე გაგრძელებას გეგმავენ, ვიდრე კონტრტერორისტულ ოპერაციას ბოლომდე არ მიიყვანენ. ვიდრე პარასკევს ამ ყველაფერს ქვეყნის პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუ გაეროს ტრიბუნებიდან თავად იტყვის, ნაწილობრივ სათქმელი მისმა წარმომადგენელმა თქვა გაეროში. ეს არის თეატრი, რადგან ყველამ ვიცით, რომ ეს რეალობას მოწყვეტილია. ვიდრე მაკრონი და მისი კოლეგები ამ გადაწყვეტილებას აღნიშნავენ, 48 მძევალი ღაზაში რჩება. ეს მათი საშინაო საჭიროებებითაა, ნაკარდახევი და არ წარმოადგენს დიპლომატიას. როდესაც ჰამასი მიესალმება ამ კონფერენციას და მას 7 ოქტომბრის ნაყოფს უწოდებს, ყველა ვხვდებით, რომ ეს პრობლემაა. სამარცხვინოა, რომ ტერორისტული ორგანიზაცია მხარს უჭერს იმას, რაც აქ ხდება. ბევრი ლიდერი საუბრობს მომავალზე, სადაც ჰამასი არაა ღაზას ნაწილი. მინდა ვკითხო მათ, ვინ გააკეთებს ამას, ვინ მოგცემს გარანტიას, რომ ჰამასი არ იქნება ღაზაში. ეს პასუხისმგებლობა ჩვენს მხრებზეა. ისრაელი გააგრძელებს ომს, ვიდრე ჰამას ჩვენი მძევლები რჩებათ და ის ბოლომდე არ განადგურდება. ეს ომი არ დასრულდება ჩვენი მძევლებით ღაზაში. გაეროს გენერალური ასამბლეის ხდომის პარგლებში 58 წლის შემდეგ პირველად გამოჩნდა სირიის პრეზიდენტიც. აჰმედ ალ-შარაას ამოცანა ასადის დროინდელი სანქციების მოხსნა. ამ საკითხზე ის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოსაც ესაუბრა. გაეროს ტრიბუნებზე კი მსოფლიო ლიდერების გამოსვლები კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება. ყოველწლიური შეკრება 28 სექტემბერს დასრულდება.